So are we excited to go? Absolutely, Nino. You know, I traveled to Imereti with AgroStop, and today I decided we should invite the UN resident coordinator, Ms. Sabina Machel, for our next trip, Shida Kartli, to the agrotourism location of Bokneti. Well, that would be great. She's going to enjoy it, and especially it's COVID-free, right? Yes, exactly. So let's go. I think she's just coming now. Good morning, Hello. Sabina. Hi, how are you? Very well, and you? Hello. Good. Excited Very to go. excited, and thank you very much for this invitation. I'm very It's much our looking pleasure. forward. It's our pleasure. Go to Shida So we're gonna go and see one of the best also agrotouristic destination. Young girl who graduated in the city and moved in a village and created the agrotouristic destination. So I'm sure we're gonna enjoy it. And let's go, right? Absolutely. Მოგზაურე საქართველოში. Travel Georgia. Yes. AgroStop ზოურეთის მამათა მონასტერშია ზღვის დონიდან 1070 მეტრზე. დიდ მარხვებში ეს ტაძარი ყველასთვის იკეტება. ზოურეთის მამათა მონასტერში მოსულებს საოცარი სილამაზე დაგვხვდებათ. აი ესე დაჩამოჭრით მედანია და გავდუმდით და ვუყურებთ. გამარჯობა. ნია ჩვენი მასპინძელი რომელიც დაბრუნდა თბილისიდან სოფლად ოჯახთან ერთად სასიამოვნო არის თქვენი სტუმრობა ჩვენთვის. ზამას ხეობაში არსებული 4 ციხე არსებობს ძირითადად და იქიდან არის ერთ-ერთი ზოურეთის ციხე. ეს არის ყველაზე უძველესი თავდაცვითი ნაგებობა ხეობაში. ზოურეთი, როგორც ივანე ჯავახიშვილი იძახის, სიტყვა საზორიდან მომდინარეობს, რაც საბაჟოს ნიშნავს და ისტორიულადაც დასტურდება, რომ საუკუნეების განმავლობაში ზოურეთის ციხე წარმოადგენდა საბაჟოს. სამწუხაროდ არ არსებობს ზუსტი თარიღი, რომელ საუკუნეში აიგო და ვინ ააშენა, წაშლილი არის მისი კვალი. მაგრამ ისტორიის კვალი კარგად ატყვია მის კედლებს, იმიტომ რომ აქ არის სხვადასხვა საუკუნეებში აღდგენილი. ტაძარი აღდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი 2009 წელს მსახურება მიმდინარეობდა. ეს გათხრები რომ კეთდებოდა, მისი გადამხდებოდა, აი კუთხეში ამოსასწრია, ეს არის აქაუნტებული ეს გვალიქები, რაც არის, ეგ არის საბრძოლო ქვები. და ეგ არის აქედან ასეც ეს თემოლეგო რა იყო, ეს ქართული ამქებით ებრძოდნენ იგერიებდნენ თემოლეგის არმიას. შემდეგი გაჩერება რა არის? შემდეგი გაჩერება არის ფერმა. ფერმაში წავალთ და მოვინახულებთ ჩვენს ჰოლშტაინის ჯიშის ძროხებს. ეს არის ჩვენი ოჯახური ფერმა, რომელსაც ტრადიცია არის, ესე რომ ვთქვათ, გადმოვიბართ ამომავლობით. ესენი არიან ჩვენი ძროხები და სწორედ მათი ნაწარმით მარაგდება ჩვენი საოჯახო სასტუმრო. ანუ ხმარი ვინც თქვენთან მოდის და დააგემოვნებს რძის პროდუქტებს, ანუ ამ ფერმიდან მიდის ყველა ნედლეული თქვენთან. კი, ყველა ნედლეული მიდის ჩვენთან და დღეს ჰელენი რომ გამოაცხობს ხაჭაპურს,
სწორედ მათი, ესე ვთქვათ, შემოქმედების ნაწილია. უნდა წავუღოთ რძე. კი, უნდა წავუღოთ რძე. ყველაფერი დავამზადოთ. დავამზადოთ. რამდენი სული საქონელი ყავთ? 70 არის ჯამში მთლიანად, ანუ ძროხებით და ასევე ხბოებით. მე მგონი ცოტა ჩქარა უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ჰელენი გველოდება, რომ მივუტანოთ, რომ გამოაცხოს ეს ხაჭაპური. ჩვენ ვართ სოფელ გვერდზინეთში, საოჯახო სასტუმრო ბოგნეთში, რომელიც დავაფუძნე ოჯახთან ერთად 2 წლის წინ დავბრუნდი სოფელში და გადაწყვეტილება მივიღე, რომ გამეხსნა საოჯახო სასტუმრო. So, Nia, such a beautiful place. How many rooms do you have here? We have 5 rooms. Yes? And I can Will you show us? Yes. Great. Wow. რა არის ღირებულება ამ სასტუმროში? 25 ლარი ღირს ერთი ადამიანი კაცი. You said you can order additional services, Nia? Yes. What can you offer? ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სადილი, საუზმე, ვახშამი, ასევე გიდის მომსახურება, მანქანებით მომსახურება, გადაადგილება და ასევე არის მასტერ-კლასები სხვადასხვა ტიპის. Great. So you're a guide as well? Yes. Oh, fantastic. Very good. See the other rooms. You can bring your whole family here. Yeah. You have a big family. Yes. Yeah. Yeah, it's gonna be like a suite, you know. მე მგონი რომ მასტერ-კლასი ჩავერთოთ. თან ელეზა დიდი გამოცდილება. And she has a very good experience because she already has done khachapuri and she has ელენი არის აგრესიული ჩარი. მაგათ ელენი ისეთი დასწრებულია ქართული სამზარეულოს კეთებაში, მე უნდა დავტოვო, დაუთმო ასპარეზი. ელენი იქნება მასპინძელი, უკვე გადავაბარებ. დანჩეს ნახოთ როგორ და გააკეთებინე, ჩვენ დავაგემოვნებ. Since Natia taught me already in Emirati, apparently I know now how to make khachapuri, and she's handed over the floor, and we are going to do it if I can remember properly. And I'm following all instructions. So I think we have to push it down. Okay? ეს არის ხელის წისქვილი, რომელიც გამოკვეთეს ჩემმა დიდმა პაპებმა, ტყუპიძმები იყვნენ პეტრე და სოსო. პირველი ნაწილი გააკეთა პეტრემ, ქვედა ნაწილი გააკეთა სოსომ და დღეს მასტერ-კლასს სწორედ მისი დახმარებით გავაკეთეთ, რადგან შიდა ქართლისთვის ცნობილი და მახასიათებელი არის ხალიფაფა, რომელსაც ჩვენი წინაპრები სწორედ აი ამ წისქვილით ამზადებდნენ. ჩვენ მაშინ განვათავაზებთ უკვე მომზადებულ მოხალულ პურის მარცვალს და ხელის მოძრაობით დავქვავთ და შემდეგ უკვე სამზარეულოში მოხდება მისი წყალში მოხარშვა და სხვა დანამატების შეზავება, ესე რომ ვთქვათ, გემოვნებისთვის. We'll see how strong you are. Don't laugh, okay? No, I'll just cheer you on. Moral support. Wanna try, Helena? Yeah, okay, go on then. Oh, you did all the hard, easy part. No, you get to enjoy the easy part. You can also try. It's really quite nice, actually. It's Yeah? a very good one. They knew already how to do this, huh? I mean, at the time. Okay, it's heavy to get started. Yes, that is. Actually, starting must have been really hard when you started, eh? Oh, but yes, as you said, smells lovely. It's heavy. It's very, very heavy, Mia. You have to be very strong. Oh.
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. მე მასპინძელიც ვიქნები და ამავდროულად სტუმარიც, როგორც ჩვევია, იმიტომ რომ ნიასთან სახლში თავს როგორც ჩვენ საკუთარ სახლში ესე ვგრძნობთ. კეთილი იყოს პირველ რიგში თქვენი ჩამობრძანება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვეხმარებით ჩვენი აგროტურისტული ობიექტების წარმოჩენაში, გვეხმარებით იმაში, რომ ადამიანების ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ და ამავდროულად გვეხმარებით იმაში, რომ მოგცეთ მოტივაცია აი ესეთ რთულ პერიოდში, რომ ჩვენც თქვენთან ერთად გავატაროთ კარგი COVID, არაკოვიდური, ესე ვთქვათ, COVID თავისუფალი საღამოები. გაგვიმარჯოს და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან, საქართველოში და ნიასთან სახლში. So I would like to propose this toast to Nia, a role model for all young women, I think. I'm so impressed with what you have managed to create with your family and with the help of good friends like Nino and Georgian Farmers Association and Anna and UN Women. We're very happy to be involved in supporting this as well. Glad that we have our friend Sabina here today, this resident coordinator. Thank you for treating us to such a beautiful supra. We look forward to coming back and we wish you every success. Galmarjos. So I would like to also associate myself the last two toasts, and in particular to Nia and your family. And I think what was just said is really important, the role models. You know, we need to have those champions and people who actually get going and, you know, and we are trying to get out of this COVID situation and trying to look forward and, you know, and building also something better as we get out of this pandemic that has really struck us everywhere. Thank you very much for this fantastic Supra. Thank you very much for making us work. Thank you very much for letting me do for my first time also this Khachapuri. It was really, really nice, and thank you for, you know, inviting us here. It's very impressive. It's a beautiful place, and so this has been a real treat in my 1.5 years here in Georgia. Thank you very much, you know, for having us on this one and having been invited to come along. Nia, to you and your family.